ალექსანდრა პაიჭაძის ფოტოები გადავიღე შიშველი ვენახში. დავდე ეს ფოტო, იმიტომ რომ მე მინდოდა რომ ვენახებინა რა მშვენიერია ქალი. რა მშვენიერები ვარ და გამეთავისუფლებინა იმ ტაბუსგან, იმ მარწუხებისგან, პოსტსაბჭოთა იმისგან, რომ აი ქალი უნდა ჩაკეტო, ჩარაზო, როლინგი ჩაასვა ესა და ხო არ ქონდა უფლება, ხო, ადრე. მით უმეტეს დედებს და ბებიებს არ ქონდათ უფლება, რომ გამოეხატათ თავისთავი, როგორც უნდა, თუნდაც დეკოლტით, იმიტომ ეგრევე იყავი კახპა, ხო, ესე იყო ადრე, ხო? მე ჯინსებში შევსულ ვარ ქაშვეთის ეკლესიაში და გამოუგდივარ იქიდან მამაოს. ბავშვი, თინეიჯერი, რა იცი, რა ატირებს, რატომ მიდის ეკლესიაში? შენ რა უფლებით უშვებ იმას, ტანსაცმლის გამო, ხო? და მე იმდენი მქონია ცხოვრებაში მასეთი მსგავსი დამახინჯებული სისტემიდან მოტანილი აი ეს რაღაცა ტოქსიკური, თავს მოხვეული შეზღუდვები, რომ მე პირიქით ქალების გათავისუფლება მინდა და მინდა უთხრა რომ გოგოებო, ჩვენ მაგრები ვართ. იმიტომ კი არა ვართ მაგრები, რომ სექსუალურ ობიექტად ვხედავ, არამედ პირიქით, იმიტომ რომ ულამაზესი არსებაა. ქალი როგორც უნდა, რანაირადაც უნდა, ისე უნდა გამოხატოს თავისი. ანუ ეს არ არის ეპატაჟი. არა, რა თქმა უნდა, ეს არის სექსუალური რევოლუცია. მაგრამ სექსუალური რევოლუცია ხალხს ძალიან ბრწყლად ესმის. სექსუალური რევოლუცია სულ სხვა რამეს ამბობს. ის ამბობს, რომ ჩვენ მშვენივრები ვართ და ჩვენ გვაქვს უფლება თავისუფლად ვიცხოვროთ.